პრინციპები არის ყველაზე მთავარი ბიომეურნეობაში ზოგადად რა. ანუ ეგ პრინციპები თუ არ გესმის და თუ ვერ ხვდები რას ნიშნავს ბიომეურნეობა, ვერაფერს ვერ გააკეთებ საერთოდ. ჩემთვის ყველაზე საყვარელი პრინციპი არის სამართლიანი განაწილების პრინციპი. აი წარმოიდგინე როგორი მნიშვნელოვანი რამეა რა. ანუ ის გასაგებია დანარჩენი რომ უნდა ეკოლოგია და ჯანმრთელობა და უნდა გაუფრთხილდე გარემოს და იზრუნო ჯანმრთელი პროდუქცია მოიყვან და შე. აი სამართლიანი განაწილების პრინციპი ნიშნავს რას, იცი? აი წარმოიდგინე რომ ეს პრინციპები ახლა ახალი მოგონილი კი არ არის. ანუ ჩვენ ქვეყანას გვია ანუ გეორგი, ანუ მიწათმოქმედების ქვეყანა რა, აქ ვიღაცას არ მოუგონია დღეს. წარმოიდგინე ძველი მესხური სიმღერა არის ყანაში სამღერი, როდესაც მარცვალს რო თესავდნენ, ეს ვინც თესავდა თან ხელით თესავდა, მიდიოდა და მღეროდა და ამბობსო ტექსტი ესეთია, რომ ეს ერთიო თაგვებსო, ერთი ჩიტებსო, ერთი უფალსო, ერთი მეო. აი ეგ არის სამართლიანი განაწილების პრინციპი. სამყაროში ყველანი ვართ თანასწორები, მზე ყველას თანაბრად გვანათებს და ყველას გვაქვს ჩვენი როლი და ეგ თუ არ გესმის და შენ გინდა რომ დღეს მოიყვანო 100 ტონა რაღაცა 1 ჰექტარზე, იმიტომ რომ ფულს იშოვი, არ არსებობს ეგეთი რამე. სადღაცა ის წაგართმევს, იმიტომ რომ კანონზომიერება სამყაროში არის ძალიან მკაცრი. ანუ ვერ გადაუხვევ ამას. აქ თუ ამოიღებ ბევრს, იქ მოგიწევს რომ ბევრი ჩადო. ხო და ეგ თუ არ გესმის, აქ ვერ გააკეთებ ვერაფერს რა.